ჩვენ ცხოვრობთ პოსტსიმართლის ეპოქაში. ეს ტერმინი აღნიშნავს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ გარემოს, სადაც სიმართლე, სინამდვილე, ობიექტური მონაცემები ჩანაცვლებულია ემოციებით, რწმენებით, სრულწმენებით თუ იდეოლოგიური წინამძღვრებით. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სინამდვილედ სიმართლე სადღაც გაქრა ან აღარ არსებობს. ეს ნიშნავს უბრალოდ იმას, რომ აღარ ხდება იმხელა მნიშვნელობის და წონის მინიჭება სინამდვილისთვის და საზოგადოების გარკვეული ფენები, გარკვეული საზოგადოებები არჩევენ იცხოვრონ უფრო მეტად ძლავ ემოციურ ეფექტებში, მართვა ციცრუეში. მნიშვნელოვანია ვთქვათ, საერთოდ საიდან ჩნდება ეს ტერმინი, ვინ არის ამ ტერმინის ავტორი და რატომ გახდა აქტუალური ბოლო პერიოდში. პირველად ტერმინი პოსტსიმართლე გამოიყენა ამერიკელმა მწერალმა სტივ სტესიჩმა, რომელმაც 1992 წელს ჟურნალ National-ში ისაუბრა ამ ტერმინზე და აი ამის მნიშვნელობაზე, რომ ადამიანების ნაწილი არჩევდა ეცხოვრა მართვა ციცრუეში და ეს ეხებოდა ამერიკას საკითხს, რომელიც ფარავდა ირანისა და კონტრას საკითხებს. თუმცა ეს ტერმინი თავისთავადად არ დამკვიდრებულა და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი ხელახლა გამოღვიძება და გამოყენება დასავლეთში ძირითადად 2016 წელს უკავშირდება და ერთი ის, რომ დონალდ ტრამპი პირველად გახდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და 2016 წელს გაერთიანებულ სამეფოში ჩატარდა რეფერენდუმი და საზოგადოების ნაწილმა გადაწყვიტა, რომ დაეტოვებინათ ევროკავშირი და ეგრეთ წოდებული ბრექსიტი. ორივე შემთხვევაში დასავლეთში საუბრობდნენ, რომ манипуляციებმა, ფაქტების დამახინჯებამ, ემოციებზე და გრძნობებზე თამაშმა მიაღებინა გადაწყვეტილებები საზოგადოების გარკვეულ რაოდენობაზე, საზოგადოების გარკვეულ ფენას. 2016 წლის აი ამ ორი ფაქტისგან გამომდინარე, იქნებოდა ეს ტრამპის არჩევა თუ ბრექსიტი, Oxford Dictionary წლის ტერმინად შეიყვანა და წლის ტერმინად დაასახელა პოსტსიმართლე, როგორც საზოგადოებრივი და პოლიტიკური გარემო, სადაც სინამდვილე და ობიექტური მონაცემები იჩაგრებოდა ემოციების, წმენების და იდეოლოგიური წახნაგებიდან გამომდინარე. პოსტსიმართლის ეპოქაში გამოირჩევა რამდენიმე მახასიათებელი. ერთი ეს არის ემოციების დომინანტობა, სადაც მთავარი წამყვანი ეს არის ემოციური საუბარი და არა ის თუ რა არის რეალურად ფაქტი. მეორე, რაც ასევე გამოუარჩევს პოსტსიმართლეს, ეს არის ფაქტების სინამდვილის რელატივიზაცია, რაც ნიშნავს შემდეგს, რომ აი ამ მოცემულობაში არ არსებობს ერთი სინამდვილე, არსებობს რამდენიმე სინამდვილე, რომელსაც ყველა თავის სიმართლე აქვს, როგორც ამას ხშირად გავიგებდით. მესამე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ალბათ საქართველოში ყველაზე ხშირად ვაწყდებით, ეს არის სიცრუის ნორმალიზაცია. ჩვენ აღარავის აღარ გვიკვირს, რომ პოლიტიკოსები იტყუებიან და ეს რაღაცა ნორმად დამკვიდრდა, თითქოს ეს ჩვეულებრივი მომენტი. ასევე მეოთხე მახასიათებელი ეს არის ტრადიციული მედიის ნგრევა, როცა ხდება ამის ჩანაცვლება, რაღაც ეგრეთ წოდებული ინფლუენსერებით, სხვა საინფორმაციო დაბომბებით და საბოლოოდ ეს ტრადიციული მედიებიც ერგებიან ამ როლს და კარგავენ თავიანთ ძირითად მახასიათებელსაც და გადამოწმებული ფაქტების ნაცვლად შეიძლება ხდებოდეს ემოციებზე მეტი თამაში. აი ამ მოცემულობაში როცა ფაქტების რელატივიზაცია ხდება, როცა ხდება უგულვებელყოფა სინამდვილის, დგება მომენტია, ეს მეხუთე მახასიათებელია კონსპირაციული თეორიების. როცა ვლაპარაკობთ პოსტსიმართლე, აუცილებელია ვახსენოთ პოსტსიმართლის ეპოქა როგორ და რამ გამოიწვია დამდგარიყო. ერთ-ერთი მთავარი, რაც პოსტსიმართლის ეპოქის დადგომას შეუწყო ხელი, ეს არის ის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა თან მსოფლიოში შეგვიძლია ვთქვათ, მათ შორის ლიბერალურ დემოკრატიებშიც შენელდა, აღარ აქვს ავტორიტეტები და ავტორიტეტს არ ქონა, თუ ხეშადად ვთქვათ, წვევს იმას, რომ ბოროტი ძალები ეპატრონებიან ასე დროს აზრის წარმოებას. მეორე, ასევე პრობლემური საკითხი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის ელიტებისადმი უნდობლობა და საზოგადოებას აღარ აქვს ნდობა პოლიტიკური მეინსტრიმის მიმართ და საზოგადოება დაიღალა მეინსტრიმ პარტიებისგან, რომლებიც ვერ პასუხობენ მათ საჭიროებებს. მესამე ალბათ ეს არის პოლიტიკური პოლარიზაცია და პოლიტიკური პოლარიზაციის პირობებში, როცა საზოგადოების აზრები გახლეჩილია, საზოგადოება აი ამ სოციალური მედიის პირობებში ცდილობს იყოს მისთვის სასურველი აზრი და შემდგომ იქნება განცდა, რომ ის აზრი არის უპირატესი, ის აზრი არის წამყვანი და რაღაცნაირად ეგრეთ წოდებულ ბაბლებად ჩაკეტვა ხდება და ბოლო, თუმცა ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემო, რის გამო დადგა პოსტსიმართლის ეპოქა, ეს არის ჭარბი ინფორმაციის ქონა, ჭარბი ყალბი ინფორმაციის ქონა, შეგვიძლია ვთქვათ, რომელსაც ხელი შეუწყო სოციალური მედიის როლმაც, მათ შორის სადაც არაერთი აუდასტურებელი, არასწორი დეზინფორმაცია, მისინფორმაცია ვრცელდება ხოლმე და ამის გადამოწმება არ ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტერმინი დასავლეთშია დამკვიდრებული, უნდა ვთქვათ, რომ აი ამ ტერმინამდე შეიძლება და ტერმინის შემდგომაც ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორია იმ პოსტსიმართლის მიმართულებით არის და რჩება რუსეთი, რომელიც ცდილობს აი ამ ხრიე წყალში, აი ამ რაღაცა დეზინფორმაციების თელ ნაკადში თავისი იდეები, თავისი ინფორმაციები ჯერ ქვეყნის შიგნით გაავრცელა და შემდგომ ამის ექსპორტი მოახდინოს მთელ მსოფლიოში. იგივე უკრაინის თემასთან დაკავშირებით, როცა ჩვენ უყურებთ, როგორ
საუბრობდა ხო პუტინი დასაწყისში დენაციფიკაცია სიტყვა რომელიც აღძრავს ადამიანებში ხო იმ ფაშიზმზე ნაციზმზე გამარჯვებას და ემოციურად აბრუნებს ადამიანებს იქ რომ უკრაინას კი არ ვებძვით ან უკრაინელი ხალხი კი არა ამტერი არამედ ჭირდება მას დენაციფიკაცია და ამ ყველაფრის შექმნა იმისთვის რომ მოხდეს დეჰუმანიზაცია შემდგომ და გამართლება თავისი ბოროტის აქციელების იმით რომ ხდება ნაციზმთან ბრძოლა რუსეთი ამის ერთ-ერთი მთავარი მაგალითია მაინც ტრამპის გამოჩენა პირველად პოსტსიმართლის ტერმინის გააქტიურებას უკავშირდება და სწორედ ამიტომ შეგვიძლია 1-2 მაგალითის მოყვანა ტრამპის მმართველობისასაც, როცა პირველივე განცხადება მისი იყო, რომ ის ინაუგურაცია პრეცედენტო რაოდენობის ადამიანები დაესწნენ. ცხადად მტკიცდებოდა, რომ ეს იყო მტკნარი სიცრუე, როცა დარდებოდა ობამას ინაუგურაცია და ტრამპის ინაუგურაციის ფოტოები. ბევრად მეტი ადამიანი იყო იგივე ბარაკ ობამას ინაუგურაციაზე. აი აქ რაღაცნაირად შემოვიდა ალტერნატიული ფაქტების წარმოება. შეიძლება ძალიან სასაცილო ჟღერს, თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელი, როცა ეუბნებიან, რომ გარკვეული ფაქტები, რომელიც გააჟღერა ტრამპის პრესპიკერმა, იყო ტყუილი, ის საუბრობს, რომ არა, ეს იყო ალტერნატიული ფაქტი. Don't be so overly dramatic about it, Chuck. You're saying it's a falsehood, and they're giving Sean Spicer, our press secretary, gave alternative facts to that. წარმოუდგენელიც არის შეიძლება ითქვას, როგორ შეიძლება არსებობდეს ფაქტის ალტერნატივა. ასეთი ტერმინი დამკვიდრდა ამერიკაში ალტერნატიული ფაქტი, რომელიც საბოლოო ჯამში ნიშნავს ტყუილის სინონიმს, თუმცა ტყუილის თქმის გარეშე. როცა აი ამ ყველაფერზე ვსაუბრობთ, ცხადია პარალელს გავლება გვიწევს საქართველოსთან დაკავშირებითაც. საქართველოსთან, რომელიც ბოლო წლებში ძალიან კარგად იმეორებს აი ამ ტენდენციებს, რომელსაც აკვირდება საერთაშორისო მიმდინარე ტენდენციებს და იგივე ივანიშვილის ბოლო პერიოდის და ივანიშვილის მთავრობის ბოლო პერიოდის განცხადებები ამას მიანიშნებს. არიოს ათქვიფოს, რაღაცა არეულობა შემოიტანოს, ბევრ ტყუის პატარა სიმართლის მარცვალი დაუმატოს და ამ ემოციურობით, სრულწმენებით მოახდინოს საზოგადოებრივი აზრის კონსოლიდირება მათ სასარგებლოდ. იგივე ის თუ ვინმე გამოხატავს პროტესტს, ის არის აგენტურის წარმომადგენელი, თუ ვინმე საუბრობს სიღარიბეზე, ეს არის გადამლაშებული, თუ ვინმე იცავს გარემოს, ის არის სტრატეგიული ობიექტების აშენების მოწინააღმდეგე, თუ ვინმე საუბრობს შრომით უფლებებზე, ის არის ერთეული გამონაკლისები და არ შეიძლება ამის გავრცელება ზოგადად სახელმწიფო პოლიტიკასთან. ცდილობს ეს ყველაფერი ერთმანეთში არიოს და იგივე ბოლო პერიოდში მიღებული კანონები და ეს ცვლილებები, რომელიც შედის კანონმდებლობაში, ნათლად აჩვენებს იმ ფაქტს, რომ მათი ამოცანა სწორედ სიმართლე მთლიანად გააქრონ პოლიტიკური ველიდან. უნდა ვახსენოთ ქართული ოპოზიციაც მათ შორის, რომელიც ასევე ფაქტებზე, ასევე მტკიცებულებებზე, პროგრამაზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოების ნაცვლად ისევ ემოციებზე საუბრობს, ისევ ემოციებით უნდა რომ მართოს. გვახსოვს ნიკა გვარამიას ცნობილი ფრაზა, ეხლა არ არის ფაქტების დრო, ეს არის აღქმების დრო და ზოგადად ეს ტენდენციები, რომელიც შეიმჩნევა ოპოზიციის მხრიდან და საბოლოოდ ეს იწვევს იმას, რომ ნებისმიერ მხრიდან როცა არსებობს სიმართლის დამახინჯებული ვარიანტი, შემდგომ ვისაც აქვს მეტი რესურსი, იქნება ეს ფინანსური თუ ადამიანური, ცდილობს და თავისი დამახინჯებული სინამდვილე, თავის დამახინჯებული ტყუილები მიიტანონ საზოგადოების უფრო დიდ ჯგუფთან და შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ქართული ოცნება ძალიან კარგად იყენებს ხოლმე ოპოზიციის მიერ აი ორმაგ სტანდარტებს და თავის ორმაგ სტანდარტებს, როცა კარგად ფუთავს უფრო, რადგან მისი რესურსი განუზომლად დიდია ქვეყანაში, იქნება ეს ივანიშვილის მილიარდები, იქნება ეს მათი ბიზნეს ინტერესები, რომელიც ქვეყანაში მათ ულევად გააჩნიათ. როცა ვსაუბრობთ ჩვენ ზოგადად პოსტსიმართლის ეპოქაზე და აი ამ მიმართულებით, არ უნდა ვთქვათ, რომ მხოლოდ რაღაცა ტრამპი, პუტინი ან ეს და ბიძინა ივანიშვილი და სხვები მიმართ დასავლეთსაც აქვს ეს პრობლემები და ამით ნათელი და მკაფიო მაგალითია ღაზაში მიმდინარე ჰუმანიტარული კატასტროფა და დასავლელი პოლიტიკოსების დიდი უმრავლესობა საუბრობს მხოლოდ ერთმნიშვნელოვნად ისრაელის თავდაცვის უფლებაზე და იქვე არ საუბრობს ღაზაში მყოფი ადამიანების უფლებებზე, არადა ჩვენ ხედავთ, რომ გაერო იგივე ექიმების საზღვრების გარეშე, Amnesty International, ჰააგას საერთაშორისო სასამართლო პირდაპირ წერს, რომ ხდება შიმშილის როგორც ომის ინსტრუმენტის გამოყენება ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან. მუდმივად საუბრობენ ისრაელის თავდაცვის უფლებაზე, რაც გასაგებია და რაც ჩვენ უყურებ, ხო, ის უმძიმესი ტერორისტული აქტი, რომელიც განხორციელდა 2 წლის წინ ოქტომბერში, თუმცა მეორეს მხრივ, როცა ჩვენ უყურებთ, როგორ ხდება დაზიანება, დარტყმა, განადგურება ისეთი შენობები, სადაც სკოლები, ბაღები, საავადმყოფოები და არ ხდება განცალკევება ადგილობრივი მშვიდობიანი მოქალაქეებისა და
ტერორისტებისა, ეს ხადად მიუთითებს, რომ აქ ჩვენ აკვირდებით ომის დანაშაულს, სადაც ხალხად საუბრობს, თუმცა ამაზე პასუხი, რასაც ჩვენ უყურებთ, ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა, მხოლოდ პასუხი იმაზე, რომ ეს აქვს თავდაცვის უფლება, მხოლოდ პასუხი იმაზე, რომ ნებისმიერი პროტესტი, რომელიც გამოითქმევა აი ამ ომთან დაკავშირებით, ეს არის ანტისემიტიზმი, ცხადია, აი ამ პოსტსიმართლის ეპოქის ნაწილადაც შეიძლება მივიჩნიოთ და ეს ორმაგი სტანდარტები, რა თქმა უნდა, ყველას აზიანებს. ზოგადად, როცა ვლაპარაკობთ, რა საფრთხეებს უქმნის ეს პოსტსიმართლე და ეს ნახევარსიმართლეები, ეს ტყუილები, ეს სრულწმენები საზოგადოებას, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან ბევრი რისკი წინაშე ვდგებით, როგორც საზოგადოება, რომელსაც აღარ აქვს ჯანსაღად განშის უნარი, იმიტომ რომ არავინ ამას არ სთავაზობს. პირველი, რასაც ჩვენ ვაწყდებით, ეს არის საზოგადოების პოლარიზება, მაქსიმალური პოლარიზება ხდება და საზოგადოებრივი ქსოვილების გახლეჩვა, რაც რა თქმა უნდა პრობლემური საკითხი არის და ეს ამძიმებს სიტუაციას. ჩვენ ვხედავთ, რომ კონსტრუქციული დისკუსიის, მსჯელობის საშუალება აღარ რჩება ასეთ დროს, როცა ფაქტები შეჭმული აღქმებით, როცა ფაქტები აღარ ფასობს. ჩვენ უყურებთ მოცემულობას, როცა სამართლიანი არჩევნები, როცა ანგარიშვალდებული დემოკრატიული ინსტიტუტები საერთოდ ქრება და ნიველირდება მათი ფასი, ფსევდოსაკითხები, ფსევდოგამოსავლის გზები იკავებს ადგილს საზოგადოებებში და რეალურ პრობლემებზე გადაწყვეტილების მიღება დაძლევა არ ხდება და პირიქით ხდება რაღაცა შემოღდებული თემების, მოგონილი მტრების წინააღმდეგ ბრძოლა და ასე შემდეგ. მოკლედ რომ შევაჯამოთ ახლა ჩვენი ეპოქა, რომელიც ჯერ კიდე არ ვიცით, საით წავა, როგორ წავა, თუნდაც ტენდენციები ნაკლებ საიმედოდ მოსჩანს, სიმართლე, სინამდვილე, რომელიც ჩვენ გოგონა როგორც მოცემულობა და ობიექტური მოცემულობა თავისთავადი აღარ არის. და დღეს სიმართლეს სჭირდება დამცველები, იმისგან რომ არ მივიღოთ ცრუ ნარატივები, რომ თაც გვიპირებენ, რომ ყველამ ვიცხოვოთ.